გამარჯობათ, ეთერში საინფორმაციო პროგრამა ანარეკლი. საქართველოს ბიუჯეტის შესწავლას ჩვენი მთავრობა ყოველდღიურად ახალი გადასახადებითა და ახალი ბრძანებებით ცდილობს. ბრძანებამ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა შიდა ქართლში ირაკლი ბოჭორიძემ გამოსცა და ნავთობპროდუქტებით გარევაჭრობის აკრძალვას შეეხებოდა, ბევრი საარსებო წყაროს გარეშე დატოვა. მიმდინარე წლის თებერვლის თვეში რაიონის ბიუჯეტში ბენზინგასამართის სადგურებიდან ჯარიმების სახით 12,800 ლარი შევიდა. ეს თანხა პრეზიდენტის რწმუნებულის იმ ბრძანებულებას მოყვა, რომელიც რეიდებით დაგვირგვინდა, თუმცა გასულ წელს იგივე ბრძანებულება უშედეგო აღმოჩნდა. ეს დასამორჩილებელი ბრძანებულება პრეზიდენტის რწმუნებულისა, რომელიც გზავნიდა ბენზინგასამართის მანქანებიდან და არასტაციონარებიდან კერძოდ ეს კონტეინერებს უწევს ბენზინის ხაჭრობა. Zabuliego. Musiał oddać ramotenimy do edikacji uczestnic. Ramotenimy do aizale budawari kunen, się kierunek. Machali na każdym drogę mogę prezydent kunen ulica. Wtedy jak człowiek wyjdzie, to das monacilne sampale struktury wycenione. Pasek inspekcji regionalnej, standardy regionalnej samsapuri, statystyki regionalnej samsapuri. Operatywny samsapuri zagadasachody policja, a drugi zagadasachody szorut, czyli monacilne czatawda. Erti დღეში თითქმის მთელი რაიონიდან გაყვანილი იქნა ეს მანქანები, ამდენი მანქანა დაახლოებით 11 მანქანა ვაჭრობდა ბენზინიდან. არასტაციონარები ყველა დამოკრული იქნა. ბრძანებულების განხორციელების შედეგად ქალაქ ქარელში ერთადერთი ბენზინგასამართის სადგური დარჩა, რომელმაც სულ ახლახანს დაიწყო ფუნქციონირება. ეს სადგური ქალაქის ბოლოში მდებარეობს, თუმცა კლიენტების სიმცირით ვერ დაიჩივლებს. არასტაციონარებიდან, კონტეინერებიდან და მანქანიდან მოსახდებოდა ხოლმე ბენზინის ვაჭრობა, ისინი იყვნენ ფიქსირებულ გადასახადს. ფიქსირებული გადასახადი მოიხსენებათ, რაც არის იქ ვერ ხდებოდა აღი სხვა რამდენი ლიტრა ბენზინი მოქონდა თქვა ამ მანქანას, რამდენი ლიტრა ბენზინის რეალიზაცია ქონდა ყოველდღიურად და მაგის გულშეს ფიქსირებული გადასახადი იყო თითოეულ რესპუბლიკაში, მარტო ქარელის რაიონის ტერიტორიაზე და დაახლოებით ამ 11 მანქანიდან ბიუჯეტში შემოდიოდა ხოლმე 1800-1400 ლარი ესეთი ის. რეიდის წარმომადგენლებს სტაციონარები რესპუბლიკის ოპერატიული სამსახურის მიერ დალუქული დაუხტათ. შემოწმებაში ანტიმონოპოლური სამსახურიც იღებდა მონაწილეობას და ბენზინით მოვაჭრეთა უფლებების დარღვევა არ დაფიქსირებულა. სამაგიეროდ ბენზინის ფასი გაიზარდა. ის ფასი, რომელიც ღირდა 45 თეთრი. 45 თეთრი არ შეიძლება სოფლიო ბაზარზე ასეთი დაბალი ფასი იყოს ბენზინის საწვავზე. 45 თეთრი. Ai საკმარისია როგორც ის რომ გამბაჟებული ყოფილიყო, გამბაჟებული საწვავი ყოფილიყო 45 თეთრი არც შემთხვევაში არ ეპირებოდა. ბენზინის დაბალი ფასის მიზეზად მოსაზღვრე სამხრეთ ოსეთიდან გამბაჟების გარეშე შემოსული საწვავი დასახელდა, რომელიც რაიონში დიდი რაოდენობით შემოდიოდა და ქარელი ბენზინების ქალაქად აქცია. არ შეესაბამება შესაბამისობებს სინჯები იქნა სტანდარტების მიერ. სამსახურის მიერ ალებული, გაისინჯა ის ბენზინი ამოგებულია და ეკონდივარება ჩამოთვლას. და ძირითადად ნოემბრიდან იყო ეს საწვავი შემოტანა. ამ ღონისძიებას ბევრი დადებითი მხარე აქვს. თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ იგი ნავთობპროდუქტებით მოვაჭრეთა პრივილეგირებულ ფენას არ შეეხო. კანონი აქციზური მარკების გარეშე თამბაქოს და ალკოჰოლური ნაწარმოებით ვაჭრობის აკრძალვის შესახებ 1 მარტიდან უნდა შესულიყო ძალაში, მაგრამ მისი მოქმედება ერთ თვით შეფერხდა. ამ ფაქტმა ბევრი მეწარმე, რომელიც პირნათელი იყო ხაზინასთან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, ხოლო მათ, ვისაც სხვა მახინაციებით შემოაქვთ აღნიშნული პროდუქცია, საშუალება მიეცათ უფრო მეტი მოეკოთ. შესაბამისად დაზარალდა მოსახლეობაც, რადგან მიუხედავად იმისა, რომ კანონი ჯერ კიდევ ძალაში არ შესულა, რეალიზატორებმა უკვე საკმაოდ მოუმატეს ფასები. 1 აპრილიდან კი სავარაუდოა მათი კიდევ უფრო გაზრდა.
რამდენიმე დღეში სამომხმარებლო ბაზარზე გამეფებულ არაჯანსაღ კონკურენციას არასერტიფიცირებულ და ფალსიფიცირებულ საქონელთა მიმართებაში ბოლო მოეღება. ასეთი პროგნოზის საბაბს მათი საგადასახადო კანონი აძლევს, რომელიც 1 აპრილიდან შედის ძალაში და აქციზური მარკების გარეშე კრძალავს ალკოჰოლიანი სასმელების და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას, წარმოებას და შენახვასაც კი. შევიდა აქციზირებული პროდუქცია. აღადგინეს 1 მარტიდან არა აქვს უფლება აქციზური მარკების გარეშე მიიღოს ეს. ამ ღონისძიების გატარების შედეგად აღნიშნულ პროდუქციაზე ფასების გაორმაგების რეალური ვარიანტის არსებობა ყველაზე მეტად მომხმარებელს დააზარალებს. ფასზე თავისთავად იმოქმედებს განსაკუთრებით ალკოჰოლიან სასმელებზე, იმიტომ რომ დიდი რაოდენობის ალკოჰოლიანი სასმელი შემოდიოდა ფალსიფიცირებული და არასერტიფიცირებული. აი ამის შემდეგ, ესე იგი, აქციზური მარკების გამოყენების შემდეგ ეს მომენტი გამოირიცხება და თავისთავად რახან არ იქნება ყალბი და ფალსიფიცირებული საქონელი თავისთავად ფასით დაიწყოს. ფასის მომატებაზე უღედიათ მნიშვნელობას მიიღებს, ჯერ ისევ დაწეულია ამ დოლარის ხრივ ყველაფერმა მოიმატა ფასი და თუ მაგაზეც ფასი დაემატება, მე ძალიან დიდი ისება პრობლემა და ჩაწვება ზოგიერთი საქონელიც. მაგაზვირდეთ გაორმაგდეს რამის სასმელი. ჯერ სულ არ სასმელი და ესეც ვერ მაგფაში და მე რა გამოვარდეთ. ისევ ხალხის კისერზე გადაივლის ეს ყველაფერი. აქციზური მარკების დამცავი მექანიზმი ბევრად აღემატება ეროვნული ვალუტის დამცავ მექანიზმს და მისი გაყალბება სისხლის სამართლის პასუხისგებით იჯება. გარდა ამისა, არ არსებობს განსხვავება იმპორტირებული და ადგილობრივი ნაწარმის სააქციზო გადასახადს შორის. დღევანდელ პირობებში კანონმდებლობა აღარ დაიწოვეს. თანაბარ პირობებში ჩაბმული იმპორტული საქონელი და ადგილობრივი სააქციზური მარკების გადასახადის. აქციზური მარკების შემოღებამ აღნიშნული პროდუქციის მწარმოებელთა და რეალიზატორების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მეწარმეების მხრიდან ორგვარი რეაქცია. მეწარმეები, რომლებიც კანონიერად ეწევიან საქმიანობას, დადებითად შეხვდნენ ამ აქტს, იმიტომ რომ მათი საქონელის გაყალბებას და ფალსიფიკაციას ხელი შეეშლებოდა. ისინი, რომლებიც არაკანონიერ საქმიანობას ეწევიან, თავისთავად უარყოფითად შეხვდებიან, არ მოეწონებათ ეს ფაქტი, იმიტომ რომ ხელი ეშლებათ კი არა, საერთოდ ეზღუდებათ აი ჩრდილოვანი ეკონომიკის პრობლემა. ამ ღონისძიების გატარებით შესაბამისი ორგანოები ბიუჯეტში შესული თანხების გაზრდას გვერდებიან, თუმცა არც იმ ვარაუდის გამორიცხვა შეიძლება, რომ მავანთა და მავანთა კორუფციის ახალი წყარო გაუჩნდებათ. საბაზრო ეკონომიკის პირობებმა მოიტანა ის, რომ საჭიროა აიღო ნებართვა წარმოების რეალიზაციისა და მომსახურების ყოველგვარი ფორმით საწარმოებლად. ძღოლები, რომლებსაც ისედაც საკმაო თანხა უჯდებათ ავტოტრანსპორტის შენახვა, იმ შემთხვევაში თუ ტვირთის გადაზიდვით ან გზავრთა გადაყვანით უხდებათ ოჯახის რჩენა, ვალდებულნი არიან აიღონ ლიცენზია შესაბამის სამსახურში და გადაიხადონ გარკვეული თანხაც. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 25 მარტის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა ავტოტრანსპორტის ლიცენზიების განყოფილება. ლიცენზია არის ნებართვა ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ტვირთის გადატანისთვის. როგორც ქარელის ავტოტრანსპორტის სალიცენზიო განყოფილების ხელმძღვანელმა ლერი გორგილაძემ განაცხადა, მიმდინარე წელს ლიცენზია აღებული აქვს 9 მძღოლს. ეს კი იმ ტრანსპორტთან შედარებით, რომლებიც ქარელშია, სხვაში წვეთია. ძღოლები კი თავის მხრივ აცხადებენ, რომ ლიცენზიებს იღებენ. აღებული აქვს ლიცენზია. ერევანდელი. თუ დაგვიგანეთ, მაგრამ მაინც ვიღებთ, ისე არ შეიძლება. აღებული არ აქვს ლიცენზია. რა შეიძლება ისე ვიგავენ. გზაზე საგავატარებენ, არც ხალხშუის გამოწვევენ ხოლმე შეიძლება, ვინც გვაჩერებს ავტოინსპექცია ყველა გვინდოწოს მაგას. პირველ რიგში ლიცენზია ხდება. რეალურად ფაქტების სხვაზე მეტყველებენ. იმის გამო, რომ ლიცენზიებს მძღოლები არ იღებენ, ეს პრობლემებს უქმნის ავტოტრანსპორტის სალიცენზიო განყოფილებას. დახმარებისათვის მათ არაერთხელ მიმართეს რაიონის და რეგიონის ხელმძღვანელობას, მაგრამ ცვლილებები ამ მხრივ ჯერ არ ჩანს. და კიდევ ერთი, ტრანსპორტის ტექნიკურ დათვალიერებას და სხვა ხარჯებს ლიცენზიების ხარჯებიც ემატება. ალბათ ამიტომაც არის, რომ იმ მძღოლთა უმრავლესობას, რომელთაც მგზავრები გადაყავთ და ტვირთი გადააქვთ, ლიცენზიები არ გააჩნიათ. დღეისათვის სულ ეს იყო. ჩვენ გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, ნუ შეხვედრამდე.